მოგესალმებით, ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქცია 260 დღეა დღეს, რაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები და ითხოვენ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ასეთია მათი მოთხოვნები. როგორც ხედავთ, ისინი დღეს არიან აჭარის მთავრობის სახლთან, მეორე მხარეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. ისინი ძირითადად საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებოდნენ, თუმცა როგორც ხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, ის მხარე, ახლა არის ჩაბნელებული და გამორთულია იქ მდებარე ორი გარეგანათების ნათურა. ჯერ ერთი გარეგანათების ნათურა გაითიშა, შემდეგ მეორე, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები იძულებულები გახდნენ მთავრობის სახლის შენობის მხარეს გადმოსულიყვნენ. თქვენ ახლა ხედავთ კადრში დროშას, რომელსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აფრიალებს. ეს არის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურა ჭავჭანიძის დროშა. როგორც იცით, ზურა ჭავჭანიძე 4 ოქტომბრის აქციიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, ის ბათუმში დააკავეს და როგორც სხვა დაკავებულებს 4 ოქტომბრის საქმეზე, მასაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებიან. ზურა ჭავჭანიძე არის ბათუმის აქციების მედროშე. ერთადერთი კადრია, რომ ის გადაადგილდება ათონელის სასახლესთან ეზოში და სხვა რაიმე ძალადობის ამსახველი რაიმე კადრი მის წინააღმდეგ არ არსებობს. როგორც ადვოკატმა უთხრა ბათუმელებს, მას დაკავებიდან რამდენიმე დღეში მაღალი წნევები ჰქონდა, მიიღო თუ არა სამედიცინო დახმარება არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ ახლა მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესია. შეგახსენებთ, რომ აქციები მიმდინარეობს ბათუმში გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როცა ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ აჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში და მათ შორის ბათუმში. მიმდინარე პროცესებს რომ გამოვეხმაუროთ, როგორც იცით, თბილისში საპროტესტო აქციებზე თითქმის ყოველ დღე გრძელდება დაკავებები, ზოგ შემთხვევაში ტროტუარზე მყოფ მოქალაქეებსაც კი აკავებენ და არის ბევრი შემთხვევა, რაზეც საუბრობენ ადვოკატები, დაკავებულების ადვოკატები, რომ პოლიციას მოაქვს მტკიცებულებად ისეთი კადრები, რომ თითქოს ეს მოქალაქეები გზას კეტავდნენ და ამით არღვევდნენ კანონს. სინამდვილეში კადრში, რომლებიც პოლიციელებმა წარმოადგინეს სასამართლოში მტკიცებულების სახით, ჩანს, რომ ეს მოქალაქეები არიან ტროტუარზე და არა გზის სავალ ნაწილზე. მიუხედავად ამისა, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ზოგ შემთხვევაში აჯარიმებს მათ, ძირითადად 5,000 ლარით, ხშირ შემთხვევაში კი აკავებენ მათ უსჯიან 7-8 დღიან პატიმრობას. ერთ-ერთი დაკავებული საუბრობდა ბოლოს იმასთან დაკავშირებით, რომ მას 9 საათის განმავლობაში ხელბორკილი ჰქონდა და აქედან 6 საათი მან მანქანაში გაატარა. ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც დააკავეს, საუბრობს პოლიციელების მხრიდან კანონის დარღვევაზე, ძალადობაზე, უხეშმოყრობაზე. ამაზე საუბრობენ ასევე და აქცენტებს აკეთებენ მათი ადვოკატები. მიუხედავად ამისა, სასამართლო ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას და ძირითადად ეთანხმება პოლიციის მოთხოვნას მათთან დაკავშირებით სახდელის დაკისრებას და ან პატიმრობას, ადმინისტრაციულ პატიმრობას. მინდა გითხრათ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა აქტივისტმა
როსტო ზარანდიამ მიიღო წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე და ის დაბარებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში და ეს ეხება ანაკლიის ტერიტორიაზე ნაყოფიერი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას. როგორც იცით, როსტომ და კიდევ ერთმა აქტივისტმა ანაკლიაში გამოსახეს გეოგლიფი, ფართო დიდი მასშტაბის გეოგლიფი, მეგობარი აქტი და ამით შეახსენეს როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქართველი ხალხი ელოდება მეგობარი აქტის დამტკიცებას და ამაზე დიდ იმედს ამყარებენ საქართველოში. აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე უნდა მიიღოს ფართო მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერა. როგორც ვიცი, როსტო ზარანდია აქ იმყოფება, მე ახლა შევეცდები, რომ ჩართო ის ლაივში და ამ საკითხზე უფრო მეტი გავიგოთ მისგან. როსტომ, მინდა გთხოვოთ თუ შეიძლება რომ ჩაგვერთოთ ბათუმელების ლაივში. ჩვენმა მკითხველმა უკვე გაიგო თქვენი დაბარების შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში. როგორც ვიცით, კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა ხდება ნაყოფიერი ფენის მოხსნა და წაღება ან გადაადგილება. თქვენ შემთხვევაში რა სამუშაო ჩაატარეთ, რომ მოუყვეთ დაწვრილებით ჩვენს მაყურებელს? გამარჯვება საქართველოს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მე ვქენ ჩვენ მოკლედ ისინი თქვენ რომ ჩვენ არ ვიცი, საქმე არის აღძრული, რომ ჩვენ მოვხსენით ნიადაგის ნაყოფიერი ფენი. ჩვენ უბრალოდ გავხსნით და არაფერი არ მოგვიხსნია, არცადაც წაგვიღია, რა ვიცი. და თესავთ კეთილშობილ კულტურას, თეთრ სამყურას, რომელიც საძოვარს წაადგება და არაფერი ზიანი არ მიგვიყენებია. არ ვიცი, ეს ვიცი რომ არანაირი ზიანი თვითონაც გარემოსდამცველებს დარწმუნებული ვარ, რომ ესმით რომ ზიანი არ მიგვიყენებია, უბრალოდ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას ზემოდან, როცა უთხეს რომ საქმე უნდა აღექცათ, აღწერეს, რომ რომ ჩამოთვალო რამდენი პრობლემა აქვს დღეს ქვეყანას ამ კუთხით. ბალდიდან რო დავიწყო და ჭიათურით რო დავამთავრო, დანარჩენები რო არ მოუყვე, უკვე საკმარისი იქნება, მაგრამ დინარის კალაპოტების გვერდზე რო დინარის კალაპოტებიდან ფის გატანა და კრატერების დატოვება და რა ვიცი. ბევრი პრობლემა. რასთან დაკავშირებითაც არ გვაქვს სათანადო რეაგირება. რასთან დაკავშირებითაც უბრალოდ გაჩვენა ხეთქეს, უკანონო ხეთქეს ჭრა და მარტო სვანეთიდან ჩამოტანილი ხეთქე რა დღის. მოკლედ ეს უბრალოდ დაუკვეთეს და იმას აკეთებენ და რაც შეუძლიათ იმას წერენ, თორე თვითონაც კარგად იციან, რომ არანაირი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრა იქ არ მომხდარა. არ ვიცი, მე აქ მოხდა მხოლოდ ტერიტორიის გამოსახულების გამოსახვა. ფაქტობრივად გადაადგილებაც არ მომხდარა, ხო? ხო, მიწა არსად არ მოგვიწია, არსად არ გადაგვიტანია, არაფერი ზიანი არ მიგვიყენება, ნიადაგი გავაფრთხილეთ. ქართველები ვართ, გეორგიანელები. მიწას ვხნავთ, რა ვიცი. ხო, ეს უკავშირდება ალბათ მაინც იმ შინაარსს, რისთვისაც ეს სამუშაო თქვენ გაწიეთ. ხო, აქ შინაარსია მთავარი და არა ის რომ ნიადაგი ან რამე დავაზიანეთ ან რაღაცა მსგავსი ვქენით. არა, მე მავნებელი არ ვარ, არ გავაკეთებდით ისეთ რაღაცას, რომელთაც გარემოს ზიანს მივაყენებდით. ჩვენ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნისთვის ვიბრძვით და მომავალი ქვეყანა, მომავალი საქართველო ისეთი უნდა იყოს, როგორც ნამდვილი ევროპული ქვეყანაა და გარემოს ზიანი ამ კონტექსტში არ ზრდება არანაირად. უბრალოდ ისინი წინააღმდეგებიან მესიც. იყო ესეთი რაღაცა, როცა ქალაქში როცა კედლებზე ვაწერ რაღაცებს. მოდის კეთილმოწყობის სამსახური, ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შლის ამ ნახატს და კი არ შლის, შავად გადაღებავს და მე მაჯარიმებს, რომ მე დავამახინჯე იერსახე. ანუ კედელზე ნაწერს წაშლის ან ნახატს წაშლის და გადაღებავს შავად და მე ვარ რაც არის ასევე დამახინჯება, ხო? იერსახის ანუ თუ ხატვა იერსახის დამახინჯება, შავი ფონი
მით უმეტეს როცა ეს ნახატი გადაიშლება წყლის ჭავლით. ანუ არანაირ ზიანს არ ვაყენებ მით უმეტეს არც ხატვისაც და არც ამ მიწის მოხმისას და ნახოთ რა სიტყვიან ორშაბათს მივალ და ხო აპირებთ თქვენ მოусმინოთ და განმარტება განუმარტოთ რომ უბრალოდ იმიტომ მინდა მისვლა რომ არ გამომიგზავნოს საქმის მასალები ან შეიძლება საქმის მასალებთან ერთად გამოიგზავნოთ ეს მოწვევა მაგრამ რახან საქმის მასალები არ გამომიგზავნეს მივალ და ვნახავ რა მასალებია და რას მეტყობებია საინტერესოა უბრალოდ თუმცა არ გამორიცხავთ ალბათ რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო მოლოდინი ალბათ იმის არის რომ შეიძლება დაჯარიმდეთ. არ გამორიცხავთ კი არა ზუსტად ვიცი რომ ესენი საქმეს ისე წაიყვანენ რომ სასამართლოში უსამართლეს სხვა გზა ფიზიკურად არ აქვს იმიტომ რომ ისის დაკვეთას ასრულებს და ისის უბრალოდ გააფორმებს ნოტარიუსია ვიდრე მოსამართლე და გამოიტანს რაღაცა ადმინისტრაციულ სახელს დამაკისრებს რომელსაც პრინციპულად არ გადავიხდი როგორც სხვა დანარჩენი ჯარიმებს არ ვიხდი როგორც ხატვაზე არ ვიხდი ჯარიმებს ასე არ გადავიხდი არც ამაზე ესეც და ხატვა დავხატე მე მიწის ზედაპირზე დავხატე ეგ არ ყოფილა რამე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა სხვა ნახატებიც იქნება მადლობა ზუგდიდელი აქტივისტი ზონდო როსტო ზარანდია საუბრობდა ჩვენს ლაივში, როგორც იცით ის დაბარებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში და როგორც ამ წერილშია განმარტებული, ეს უკავშირდება მიწის ნაკვეთის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, როგორც იცით როსტო დაჯარიმებულია ასევე რამდენჯერმე მზიამაღლობელი სტენსილის დახატვის გამო სხვადასხვა დროს და ის იყო ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება აჭარის მთავრობის სახლთან ამჯერად და შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა, როცა მიმდებარედ გამორთეს გარე განათების ნათურები. შეგახსენებთ ასევე, რომ ცოტა ხნის წინ ოცნების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, უпростоრად გახმოვანა, რომ ემიგრანტებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში უცხოეთიდან 1 დღით 4 წელში 1 დღით ჩამოდითო, ასე მიმართა მათ პაპუაშვილმა ამას აქტიურად გამოეხმაურნენ ემიგრანტები, მათ გააკეთეს განცხადებები, ისინი წერდნენ სოციალურ ქსელშიც ეხმაურებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და აცხადებდნენ, რომ ბევრი ემიგრანტი შვილების სანახავადაც კი ვერ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში, ბევრი ვერ დაესწრო მშობლის დაკრძალვას, ვერ ჩამოვიდა ავადმყოფ მშობელთან და ასეთ ადამიანებს სთხოვენ, რომ ართმევენ არჩევანის უფლებას და სთხოვენ, რომ თუ მათ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, ისინი 1 დღით დაბრუნდნენ სამშობლოში. მარიამ სვანიშვილი იყო ის დაკავებული, რომელმაც ისაუბრა როგორ მოეყვნენ მას დაკავების შემდეგ, მან თქვა, რომ 9 საათის განმავლობაში ხელებზე ბორკილი ედო და აქედან 6 საათი გაატარა მანქანაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ პროკურორი ითხოვს მათე დევიზის მსჯავრის დამძიმებას, ამას გამოეხმაურა ასევე მათე დევიზის და მან უპასუხა პროკურორს და უთხრა მას, რომ ის აუცილებლად დაისჯება იმ უკანონო გადაწყვეტილებების და იმ უკანონო მოთხოვნების გამო, რასაც აჟღერებს მათე დევიზის და სხვა პოლიტპატიმრების მისამართით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 25 ნოემბერს ჩაინიშნა მაღაროელების აქცია და როგორც ვიცი, იგეგმება ასევე ფართომასშტაბიანი აქცია 28 ნოემბერს. მინდა გითხრათ ასევე კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ, მოსამართლემ მას
შეუფარდა 8 დღიანი ან 7 დღიანი პატიმრობა, ზუსტად არ ვიცი, 8 დღიანი და ზუსტებით 8 დღიანი პატიმრობა და საქმე ეხება სათამაშოს გამოყენებას, როგორც ვიცით, ეს მოქალაქე ვანოს ხირტლაძე, აქტივისტი, გადაადგილდებოდა სათამაშოთი, რომელიც ხმებს გამოსცემს, ახმაურებდა სათამაშოს და პოლიციელებმა განუმარტეს მოსამართლეს, რომ ამ სათამაშოს ხმაურით ეს მოქალაქე თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა მათ. მოსამართლემ ხედველობაში მიიღო ეს განმარტება და ვანოს ხირტლაძეს შეუფარდა 8 დღიანი პატიმრობა. როგორც იცით, ასევე პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს, 25 დღეა დღეს, მაგალითად, რაც შიმშილობს გედევან ფოფხაძე, მისი მდგომარეობა, როგორც ვიცით, ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი და მასთან ერთად შიმშილობს კიდევ რამდენიმე მოქალაქე. მას შემდეგ, რაც აიკრძალა სავალ ნაწილზე აქციების გამართვა, რაც არ უნდა ბევრი იყოს აქციის მონაწილეების რაოდენობა, მათ მაინც არ აძლევენ უფლებას, რომ დაიკავონ სავალი ნაწილი. მოქალაქეებმა მიმართეს მარშებს, ისინი საპროტესტო მსვლელობას მარშებს აწყობენ, გადაადგილდებიან, მიუხედავად ამისა, პოლიცია მაინც აკავებს მათ, ძირითადად როგორც აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები განმარტავენ, ძირითად შემთხვევებში პოლიციას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები დაკავებულების წინააღმდეგ და ხშირად მიაქვთ ხოლმე კადრები მტკიცებულების სახით, როცა ჩანს, რომ მოქალაქეები სწორედაც რომ ტროტუარზე იმყოფებიან. ერთ-ერთი ადვოკატი საუბრობდა, რომ პოლიციამ თითქმის იგივე კადრები წარმოადგინა, იგივე მტკიცებულებები საქმეში, რაც მათ ჰქონდათ დაცვის მხარეს ჰქონდა ასევე წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ პოლიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და აქტივისტს დაკავებულს შეუფარდა 7 დღიანი პატიმრობა. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები რჩებიან აქ, გრძელდება საპროტესტო აქცია. რუსა არის ისევ ზურა ჭავჭალიძის დროშით, მას მინდა ვთხოვო, აი ბოლო დაკავებები რომ შეგვიფასო, მაგალითად სათამაშოს გამო დააკავეს მოქალაქე, მაგალითად მტკიცებულებები მიაქვთ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ თითქოს ისინი კეტავდნენ გზას, მაშინ როცა კადრში ჩანს, რომ ისინი ტროტუარზე არიან. პარალელურად მოქალაქეები ცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებებს, მაგალითად მარშებს მიმართეს მათ და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება განვითარდების მოვლენები, ანუ იცვლება მათი ტაქტიკაც, შეიძლება ასე ითქვას, აქციის მონაწილეების, იმის მიხედვით, რამდენად წვავდება რეპრესიები მათ წინააღმდეგ. გითხრათ, ანუ ეს დაკავებები ხა რეალურად კიდევ უფრო რაღაც სრულიად კონტროლო ხდება და ისევ და ისევ აბსურდული მიზეზებით, ისევ და ისევ რა თქმა უნდა დაუსაბუთებელი მიზეზებით და რაღაც სათამაშოს გამო იყო ყველაზე კომიკური ინციდენტი, რომელიც ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც განხორციელდა ამ ბოლო კონკრეტული დღეების განმავლობაში. ანუ აღარ არის უკვე იმასე, რომ სავალ ნაწილზე მოძრაობის დროსაც, ანუ შვიდებიან პროტესტები. ეს გამოხატვის ფორმას რეალურად ჩვენი ფორმები არ გაცნები, მაგრამ ის რომ მე აქ რაღაც დროში ვიდეოა და კონკრეტული წარწერით ვაჟღერებ ჩვენ სათქმელს, ანუ სრულიად თავისუფლად შეიძლება ვიღაცის ყოველში სტრეს გადაწყვეტილების მიღებია და სამწუხაროდ დაუოფლება მათ ხელშია, აღმოჩნდეს ერთ ახალ დღესაც გამაღიზიანებელი და გახდეს საბაბი მათთვის ჩემი თავისუფლების შესწავლას. აი დროშა ჰქონდა ხელში მაგალითად ეს ხო?
გააჟღერა თავისი სათქმელი, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. გრძელდება ისევ დაშინება მეტი უბრალოდ ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ სპეცოპერაციებს, რომლებიც ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან გამოსულია, გარღვეული აქვს ყველანაირი ნორმები და უბრალოდ აქ ხდება ძალის დემონსტრირება. თავიანთი ძალის დემონსტრირება, რომ კი, ყველაფრის უფლებას ვაძლევთ ჩვენს ძალოვან სტრუქტურად და დიახ, ყველგან შევზღუდავთ თქვენი გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის მათი სათქმელი ჩვენამდე. ამას ხალხი პასუხობს იმპროვიზაციით, სხვადასხვა როგორც ამ ეტაპზე ახლა თბილისში ხდება მარშებით და რუსთაველის პროტესტმა ახალი სახე შეიძინა, ხო, გავიდა რომ გაღწია ამ კონკრეტულ ერთ ლოკაციას და გავიდა სხვაობებში, რაც თვლი რომ პირიქით ჩვენ დასასარგებლოდ ეს ყველაფერი უბრალოდ აი ბოლო კადრებს ნახავთ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებზეც, ტროტუარებზეც კი ძალოვანი სტრუქტურის ხალხით დგას, როცა ამბობენ თავად ვერ სულ რაღაც 50 კაცი დგას, ამ დროს 150-200 ადამიანის მობილიზება უბრალოდ ლოგიკური კითხვა ხონდა და უსვათ რაში ჭირდება. რატო უნდა დაგჭირდეს არსებულ ადამიანებზე ორჯერ, სამჯერ მეტი ადამიანის მობილიზება, ძალის დემონსტრირება, თუ თქვი რომ ეს ადამიანები არაფერს არ წარმოადგენენ საერთოდ. და არიან 50. და არიან 50 და იდეაში მათივე სიტყვებით აბსურდულია, ქმედებებით სრულიად ალოგიკური. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს კონკრეტული დაკავებები ალბათ ამ წელთან დაკავშირებით, როგორც ქართველები რაღაცა ესე სამწუხაროდ თარიღის ხალხი ვართ და ამ თარიღის კონცენტრირდებით ხოლმე და 28 ნოემბერს გადის ეს ერთი წელი დამწყეთი პროტესტიდან და რაღაც თავშავად ლოგიკური მოლოდინი არის, რომ 50-ზე მეტი ადამიანი გამოვიდეს პირობითად და მათი გადასახედიდან და ეხლა სავარაუდოდ აი ამ ზუსტად აი ამ ძალის და მის ჩახშობას ცდილობენ დაშინებას ისევ, რომ იქნებ რაღაცნაირად გაანეიჭრავონ. რომ ვფიქრობ, რომ ხალხის პასუხი ისევ და ისევ იქნება ზოლის გაგრძელება, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა დასახევი გზა რომ მე პირადად არ მაქვს არ ვილაპარაკებ ამ მრავლობითში, მაგრამ მგონია რომ შემსავით იქნება კიდევ ბევრი ადამიანი, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით, ან წავალთ ისევ ათეულობით წელი უკან, რაც გამიცადეთ საბჭოთა კავშირის დროს, ანუ სრული რეგრესით წავა ჩვენი ქვეყანად შევინარჩუნეთ და ბევრად უფრო რთულად მოსაუბრებელი იქნება სამომავლოდ ახალი თაობისთვის თავისუფლება და ის რეგულირებები და ის საზოგადოება, რომელიც რაღაცა საერთო კეთილდღეობისთვის ისწრებს. სამცეთ ისევ და ისევ. მადლობა. მადლობა. რუსა ვარშავომიძე საუბრობდა ჩვენს ლაივში, ერთ-ერთი აქტივისტი, ახლა მინდა კიდევ ერთი აქტივისტი ჩავრთო. მახაც თუ შეიძლება გთხოვ ბათუმელების ლაივში. ასეთი სასამართლო პროცესი გქონდა, როცა პოლიციელმა უამბო მოსამართლეს, როგორ შეუშალა ხელი სათამაშოთი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომ ის გადაადგილდებოდა სათამაშოთი მათთან ახლოს, საკმაოდ ახლოს ახმაურებდა ამ სათამაშოს და ამით შეეშალათ ხელი და მოსამართლემ ეს გაიზიარა, აქტივისტს მიუსაჯა 8 დღიანი პატიმრობა. რას ნიშნავს ეს, რა ეტაპზეა იგივე სამართალდამცავი ორგანო, იგივე პროტესტი, რა ეტაპზე გადავიდა? შენი შეფასება რომ გითხრა ამაზე? კიბჩენინის ეტაპზე, ანუ შიგნით გულის სიღრმეში ადამიანებს ეცინებათ, ეღინებათ და ამ გულის სიღრმეში რო ეცინებათ, ეღინებათ, ვერ ხვდებიან რომ სკულში მიდიან, რომ დაფიქრდნენ, დაფიქრდნენ, რაღაც რო ოდნავ მათ პროტესტი გაუჩნდათ ვიღაც პოლიციელი უფროსის მიმართ. მაგალითად თავისმა შვილმა გაუფხაზა პოლიციას ავტომობილი ვიღაც ჩინოვნიკს და პოლიციელმა მაგათგან ხომ მოსულა წამორტყვა თავის შვილს.
ამან მივიდა და პოლიციას რაღაც და ჩვეულებრივ შეუძლია დაიჭიროს. აი ეს რო გაიფიქროს, ამის გაფიქრების უნარსაც არ აძლევს შიში, ის შიში რომელიც დათესა დიქტატორმა. და ეხლა ეს ადამიანს ხარ ასეთ რაღაცას დაიჭერ, შედარება გავაკეთო სად კიმჩენინი, იმიტომ პირველი სიტყვა იყო ჩემი, კიმჩენინს აქვს ესეთი წესები. ესეთი წესები და აქვს შესაბამის ქვეყნებს რუსეთს, ირანს, ადამიანებს მუსიკის მოსმენისთვის იჭერენ და ჩვეულებრივად ეს პროცედურა, ეს რასაც ეხლა მოქმედებენ, ანუ პერფორმანსი. მე ეხლა მაგალითად გებუაძემ მაშინ რო დაგვიჭირა, აი ზიას დღეს ასე ვიძახ, ზიას დღე, იმიტომ რომ ზია ესე იმ დღეს დაიჭერეს იმ დღეს, რომ დავიჭირა იმ დღეს ვიძახოდა. ეს არის პერფორმანსის ვაკეთებ. აღიზიანებთ მათ, როცა შენ სარკაზმით, იუმორისტულად რაღაცებს პერფორმანსებს აკეთებ და ეს ძალიან აღიზიანებს ამათ და ამათთვის არის რაღაცა იმიჯს უკეთებს ისეთ რომ პოლიციელი ძალიან უყვარს თითქოს და ძალიან აფასებს ხა ამ დროს დათესა პოლიციელებს რომ ძალიან დიდი ფასი აქვს მაგ რომ ვინც გააშაყირებს ამ დიდ ბრძენ ადამიანებს და ნაკითხ ადამიანებს რომლებსაც რაციონალურად სკოლა 80% დამთავრებული არ აქვს და ვისაც დამთავრებულებს მაღალი იმაზე ყავს რომ ის ძალიან განათლებულია ცოტა რაღაცას ფიქრობს ჟელობს რაღაცას და იმიტომ აწინაურებს და ზოგს დირექტორად უშვებენ და ზოგს აი ბულვარში რო გაუშვეს და რო უთხრას ადამიანს რომ ეს ხონდა მოსაჭრელიაო დირექტორის გონზე არ იქნება მოჭარისმეთ ის სტაბილი აი ესეთი რაღაცები ხდება ქვეყანა არის იმ ეტაპზე რომ ადამიანები გამოვიდნენ და ერთი წელი დგევართ აქ აი იმ ეტაპზე რომელ ეტაპზეც არასდროს არ იყო ქართველი ერი და ეს ყველაფერი დასრულდება აუცილებლად იმიტომ რომ ვიცი ასეთ რაღაცას არასდროს არ ქონია სად ყოფილა რაღაც ღირსიაო შეიძლება ვიღაცამ თქვას რას მიდიოდა მოდი ვთქვათ რატო მიდიოდა რაიც შეიძლება დიდი პრობლემა ხონდა ამ ადამიანს არა მარტო მის ქვეყანას და არა მარტო იმას რუსეთშია ზოგადად ადამიანი რუსეთშია შესული არა შეიძლება თავის რაღაც პრობლემა ხონდა ამიტომ უნდა დაიჭირო ადამიანმა რომ გამოხატოს თავისი პროტესტი აი ეს შესწავლებს უშვებენ და ამ შესწავლებს აუცილებლად მოიმკის ის ადამიანები ვინც უშვებს ამ შესწავლებს თვითონ ბიძინა უკვე ვატყობ რომ უკვე ბევრ იმ ძველ კადრებს რომლებიც ნაციონალების პერიოდში მუშაობდნენ ისინი გადაყავს იმიტომ რომ უკვე ხვდება რომ უკვე იმათ გამოცდილება ვისაც აქვს რაღაცა სახელმწიფო ქმედებებში იმათ აწინაურებს და აძლევს სამსახურებს ახლა ბათუმში ბევრი დააწინაურეს ბევრს ისეთი რომ კატასტროფული მდგომარეობაა ქალაქში მე მაგალითად რუსეთში ვცხოვრობ რა ჩემს უბანში გამოვდივარ მეზობლებია აღარ არის ბევრი წავიდა და რუსეთში ვცხოვრობ აქტიურად ინასაის ქუჩაზე თუმცა ახლა ბევრი ყლაპავს არ ამბობს შეგუებულია და შეეჩვევიან რა თავის შეიძლება რაღაცა შვილს შეუყვარდეს ვისი ეს და ახლა შორს წავიდეთ ვიცით რა ყველამ რაც ხდება რა ჩადო რუსეთმა ბოლომდე რაც დებენ ანუ გენეტიკის შეცვლა არანაირი ეს ჩვეულებრივად ეხლა ეს ამას ცდილობდა ყოველთვის ხო რუსები ლაშქარში რუსი ბევრჯერ არ კადრულობდა იმას რასაც კადრულობდა ქართველი ისე რაღაცას აი კომუნისტების პერიოდში ხო ქართველი დახრტავდა და რუსი გამომძევი არ დახრტავდა და ქართველები ხრტავდნენ აი ზუსტად ისეთი დასიებული თავგასიებული გასიებული ჭამაზე და მუსიკაზე და ესტრადაზე აგებული ადამიანები ჩამოყალიბდნენ თითქოს ტყელტყელს სიტყვებს იძახიან ხანწებში და სიმართლეს რომ მოუბრუნდნენ რომ მოიხედონ არაფერი არ არის იმიტომ რომ ამსტერდამში რომ ქუჩაში დგანან აპატიებდა აი სუსტიდების ხობის ქალები აი ისე აცვია თავის მეუღლეს და ვერ ხვდება იმიტომ რომ ის უკვე არის რაღაცა ბოდიში და აი კარგი მინარეული ეს მინარებულია ხალხი ვერ ხვდებიან თითქოს ამაყი კაცია მაგარი კაცია და თავისიანს ისე გამოიყურება თვითონაც და ისე აი ეს ვიზუალური რაღაცებს საუბრობენ ის რომ დაილაპარაკებს უკვე ამიცი ეს პრობლემებია ადამიანებში როცა არ არის ღირსება უკვე ადამიანებში იკარგება სულიერება მადლობა ხა იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი რაღაც
ბევრი ეგეთი რა. მადლობა. მალხაზი რემაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში, აქტივისტი, ის დაკავებულიც იყო და ამ დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის ყოფილ უფროს ადანაშაულებდა ძალადობაში. მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა ირაკლი გებუაძის წინააღმდეგ. მალხაზ კადუას მინდა ვთხოვო, მალხაზ მინდა შენთან ერთად შევაჯამო ეს ლაივი და მინდა რომ შეგვიფასო ის კონკრეტული ფაქტი, რაც მოხდა დღეს სასამართლოში. პოლიციელმა უამბო მოსამართლეს, როგორ შეუშალეს ხელი მის მუშაობას სათამაშოთი. გულისხმობ მოქალაქეს, რომელიც სათამაშოთი იყო, ახმაურებდა ამ სათამაშოს. იმიტომ დავაკავეთ, რომ გაგვაღიზიანა, ხო? და მე ამ მოქალაქემ თქვა, რომ მანქანაში ჩამსვესო, მეკითხებოდნენ, რომ ანუ რის თქმა გინდა ამ სათამაშოთიო, ჩვენ ქათმები ვართ, ხო? ასეთი რაღაცა კომენტარი თქვა ბოდიში ამ რაღაცას უდარული კომენტარის, მაგრამ ეს არც ჩემი და არც მოქალაქის ნათქვამი, ეს პოლიციოსად ნათქვამი მოქალაქის. და რა ეტაპზე ვართ მალხაზ? დამცველები არიან ბევრი დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში სამართალდამცველების არის ხალხი, რომელიც არათუ კანონთან არის მწყრავად, არამედ იუმორთანაც, ხო? მე მათ შევახსენებდი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის დეპარტამენტებში არის ერთგვარი სათამაშოც კი, ერთგვარი სახუმარო მოთმინების გამოცდა ქვია, როდესაც ზუსტად აი ამ ხათამი არ არის, მამალია, სათამაშო მამლით პოტენციურ პოლიციელებს, ან პოლიციელობაზე კანდიდატები ვინც არიან, კურსანტები არიან პოლიციის აკადემიაში, მათთან მიაქვს სახესთან ეს სათამაშო და მისი ხმა, რომელიც არის მამაღალი, ასე ვთქვათ, ჭახე, ცდიან მათ მოთმინებას. როცა არგუმენტი არ აქვს, პოლიციას აწვაკავებს მოქალაქეს, რომელიც გამოხატავს თავის პროტესტს, იქნება სიბრაძეს თუ ამისთვის მიმართავს გროტესკს, იუმორს თუ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმას და ამაში რო შემოდის პოლიცია და პრაქტიკულად ამბობს, რომ უკანონო ამ კაცს არაფერი არ ჩაუდენია, მაგრამ დავაკავეთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაღიზიანებ და ანუ მე რა ვიცი პოლიციას რა აღიზიანებს. ხო, მე ვიცი, რომ ჩვენი დგომაც აქ აღიზიანებთ, რომ წუხდებიან, როგორც კი გადმოვდივართ ხოლმე აქეთ და ბოლო ერთი კვირა აქეთ ვართ, ვიცი, რომ გაცილებით მეტად უფრო შეწუხებულები არიან, რომ აი ხა რა უნდა რაღაც, მაგრამ აი ეს არ მინდა ეს ქვეყანა იყოს საპოლიციო ძალების მიერ მიტაცებული, რომლებსაც სამწუხაროდ არ ვიცი მე, რაზეა საუბარი, პრაქტიკულად არც ერთი მათგანი, რომელიც მონაწილეობდა ნოემბერ-დეკემბერში და შემდგომ თვეებში მოქალაქეების გარბევაში, დასისხლიანებაში, სრულად უდანაშაულო და შიშველი ხელებით მდგომი დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრუტალურ, ძალადობრივ, უკანონო ქმედებაში ხილებული, საზოგადოებრივ ხილებული პოლიციელი არც ერთი არ არის დასჯილი. ამ დროს მზია, სხვა ადამიანები სრულიად უკანონო ცხედან ციხეში და თურმე მაგალითად ამ პოლიციელებს რო ვკითხოთ, ალბათ კანონზე უფრო მძიმე და კანონზე უფრო მეტრი და მკაფიო აღმოჩნდა გებუაძის ლოკა, ხო? გებუაძეს პერსონალურად არავინ არ დარდობს, გასაგებია ქართული ოცნებიდან. გებუაძე გახდა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაეჭირათ ზიამაყობლისთვის, იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედიის ფლაგმანია ეს ადამიანი და მისი პატიმრობით პრაქტიკულად იმგვარი ჟურნალისტური გამოძიება და რომელსაც ვერ გაიმეორებს ამ ქვეყანაში ვერავინ. თავიდან ბოლომდე ამხილა სისტემა. ეს სისტემა, რომელიც დგას მოძალადე პოლიციელებზე, რომლებიც სამწუხარო გამოძალადე პოლიციელების უმეტესობა არის აბსოლუტურად გაუნათლებელი მოქალაქე. მათ მაგალითად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს პირდაპირ აქვს ნათქვამი რამდენჯერმე ჩვენთვის, რომ მე თქვენს უფლებებში ვერ შემოვდივარ, იმიტომ რომ თქვენი უფლებები ისე კარგად იცით, რომ მე არც კი დამისიზღვრება. ამას გეუბნებოდა პოლიციის ყველაზე მაღალჩინოსანი რეგიონში, ხო? ადამიანი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ მე ვიცი მხოლოდ დაჭერა, მე ვიცი მხოლოდ დაკავება და უფლებებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვი. აი ესეთი ქვეყანა როცა არის და როცა ვხედავთ, აი მაგალითად, რა ვიცი, შეიძლება თქვენს კადრში არ გამოჩნდეს, რომ გიორგი ჭყონიამ, ხობულეთის დელეგატმა დაიშენა კოშკი.
რომელიც ჩანს ბათუმის მერის სამუშაო ოთახიდან და იმის გამო რომ ამ ადამიანს ნაციონალური მოძრაობის დროსაც ჩვენივად ქონდა დავაგებული ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და ქართული ოცნების დროს სრულიად სხვანაირად გაშალა ფრთები არავინ არაფერს არ ეუბნება მუნიციპალური სამსახური არც კი დაინტერესებულა ალბათ რასთან არის საქმე. იმიტომ რომ გიორგი ჭყონიამ ერთი მხრივ 600,000 ლარზე მეტ გადაურიცხა ქართულ ოცნებას ბოლო წლების განმავლობაში პარტიის სალაროში. მეორე კუთხით გიორგი ჭყონიას კომპანიები პრაქტიკულად 400 მილიონზე მეტ ლარს იღებენ სარგებლის სახით ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან. ამავდროულად ბათუმის ცენტრალი სტრატეგიული ობიექტი არის მისი საკუთრება და ამ სტრატეგიულ ობიექტში იუსტიციის სამინისტრომ გახსნა ბათუმის იუსტიციის სახლი 2, რომლის ქირაობაშიც კიდე დამატებით 2 წელიწადში 2 მილიონ ლარზე მეც გადაუხდის ადამიანს, რომელიც ოფიციალურად მილიონერია და ამ დროს თუ ქვეყანა ეკონომიკურად მიდის წინ, თუ ასეთი მდიდრები ვართ, რომ გიორგი ჭყონიას უხდით სახელმწიფო სერვისის გახსნილ რაღაცა ფარჩი ამდენ მილიონს, ამით რატო ყავს 700,000 ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველი? რატომ არის საქართველოში ბავშვთა სიხარიბე ასეთი პრობლემა? რატომ უმატებთ მარტო 20 ლარს პენსიონერებს, მაშინ როდესაც 1400 ლარით მოიმატა ხელფასი პარლამენტის წევრმა და საერთოდ სახელმწიფო თანამდებობების და სახელმწიფო პოლიტიკური მოხელეების ხელფასებმა იმატა რამდენიმე გზის ჯერ, რამდენიმეჯერ მოიმატა ბოლო წლების განმავლობაში. ღარიბი ქვეყნის მილიონერი მინისტრები, ღარიბი ქვეყნის მევახშე მილიონერი პარლამენტის წევრები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუნდა ვართ უსამშობლოები და რა ვიცი, ანუ თანამედროვეულად ნებისმიერი საჯარო მოხელე იქნება თუ მათ შორის აქ მყოფი პოლიციელებიც სადღაც 1000-ში ერთხელ რომ გამოჩნდება ხოლმე რაღაცაზე ვლაპარაკობ, განა არ გვეთანხმებია. რომ ქვეყანა ცუდი გზით მიდის, განა არ იციან რომ უკანონობას უყურებს ამ ქვეყანაში, მაგრამ დიახაც ეგენი რომ ასრულებენ ამ ბრძანებებს, უკანონო ბრძანებებს და ვერ ვიტყვი რომ უწევთ. კი ბატონო უწევთ, მაგრამ თან ეს ხო არჩევანია, ხო შეიძლება რომ აქ მდგომი ადამიანები და თბილისში და ზუგდიდში მდგომი ადამიანები დიდი ხანი კი ეცადა ქართული ოცნება ჩვენთვის დახელფასებული ეძახა, მაგრამ ხანდახან ერთმანეთს ხუნდებს ვიტყვით იმისთვის რომ ვიღაცამ სახლში შეძლოს ავტობუსით მისვლა და ფეხით არ მოუწიოს დავლა, ხო? ანუ რაღაცა ერთხარეს ასეთი ნათელი არჩევანის გაკეთება არასდროს არ ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანიც და ასეთი საჭიროც, რომ ერთხარეს დგას კორუფცია, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები და პრაქტიკულად ამ ქვეყნის ოლიგარქიზაციიდან ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ წასვლა და მეორე მხარეს დგას ხალხი, რომელიც ცდილობს რომ იბრძოლოს და ძალიან კარგად იბრძვის. პირველ რიგში აქ გულისხმობ იმ ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებს და იმ აქტივისტებს, რომელთაც ყოველდღიურად აპატიმრებენ სრულიად გაუგონარი, იგავმიუცემელი ამბების გამო. მაგალითად ქალბატონი ქეთი ხუსკივაძე, უნივერსიტეტის პროფესორი ადამიანი, ესპანურიდან თარგმნის კლასიკოსებს და დაიჭირეს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო. ასევე სხვა აქტივისტები, პროფესორები, სტუდენტები, მუსიკოსები, მსახიობები, ანუ არ ვიცი მართლა, რომდენმდე შეიძლება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილმა უყუროს ამას როგორც სეირს, ამას როგორც სანახაობას და იფიქროს, რომ იცი რა, მე ეს არ მეხება და რატომ უნდა გავიდე. დააშავო და არ დაიჭერენ. არა, მეგობრებო, გამდგარია ის რომ ქვეყანაში, როდესაც არაფერს არ აშავებს ადამიანი და უშვებენ ციხეში. მაგალითისთვის ვიძახი როსტომ ზარანდია, ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლის ზუგდიდიდან ადმინისტრაციული საქმე დაიწყო გარემოს დაცვის სამმართველომ იმის გამო, რომ როსტომმა შესანიშნავი წარწერა გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დრონით გადაიღო მეგობარი აქტის წარწერა და ამის გამო მოხიერი ნიადაგის პირველი ფენა მოჭერითო და ეს არისო დარგო და ამ დროს ბათუმში პრაქტიკულად რუსთაველსო აგებენ, ქვას ამუშავებენ არასველი მეთოდი და ეს გამონაბოქი პირველ რიგში იმ მუშებისთვის არის პრობლემა, ვინც ამას ისუნთქავს. პირდაპირ კარცინოგენული ბოლია ისეთი, რომელიც იწვევს ფილტვებში ძალიან გრძელვადიან ცუდ შედეგებს. რა ვიცი, ქალაქში ხანდახან ისეთი მოწამლული ჰაერია, რომ ყველა მაჩვენებელი წითელს აჩვენებს და ამაზე არ რეაგირებს გარემოს დაცვის სამმართველო, იმიტომ რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში არის პოლიტიზირებული. მე კი არ ვხედავ პოლიტიკას ყველაფერში. თვითონ სახელმწიფოს ინსტიტუტებში მსხდომა ადამიანებმა და პირველ რიგში იმ ხალხმა, რომელიც
რომელსაც აქვს მიტაცებული ძალაუფლება, გადაწყვიტა რომ ყველაფერში გარიოს პოლიტიკური მიკერძოება. ყველა და ყველაფერი დაყოს ჩვენიანად და არაჩვენიანად. ეს გზა ქონდა მიხეილ სააკაშვილსაც არჩეული რომ ვინც ჩვენი არ არის, ყველა ჩვენი მტერია და კარგად ვიცით როგორ ასე ვთქვათ მოუწია და უწევს ამ პოლიტიკური ასე ვთქვათ გადახდა ხარკის, ხო? აი სწორედ ამ პოლიტიკის გამო. არ მინდა სააკაშვილს ვილაპარაკო, მაგრამ ამათ გაცილებით უფრო მძიმედ მოუწევთ ამ ყველაფრის გადახდა, იმიტომ რომ მისთვის ჩამკეტი მაინც აღმოჩნდა გარკვეული საკითხები და ბოლოს მარცხის აღიარება მოუწია, მაგრამ ამათ ჩამკეტი არა აქვს. იმიტომ რომ ესენი პირდაპირ მიდიან რუსეთისკენ, რუსეთთან მენტალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად აერთებენ ქვეყანას, რომელიც თავისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით სულ ცდილობდა რომ ამოსულიყო ამ ჭაობიდან, რომელიც მიათლებს ამ ქვეყანას მართლა რაღაც გაუგებარ, რაღაცა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც თითქოს გაქვს სუვერენიტეტი, მაგრამ არ გაქვს. თითქოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა შემართა, მაგრამ არ გაქვს, იმიტომ რომ პრაქტიკულად რუსეთის მეფის ნაცვალი გვიზის საქართველოს სახელმწიფო ტახტზე. მახას ამ თემას შეეხე გარკვეულწილად, აი მოკლედ არ შეგაწუხებ თითქოს. როდესაც დაიწყო მარშები და ჩვენ უყურებდით ლაივში ამ კადრებს და ეს აქციის მონაწილეები შედიოდნენ ვიწრო ქუჩებზეც კი სხვადასხვა ქუჩით გადაადგილდებოდნენ, იქ გამოჩნდა რომ თითქმის არ დარჩენილა სახლი, აივანი, საიდანაც არ იყო გამოხმაურება. აი ესეც რას ნიშნავს? ის ადამიანები პროტესტში არიან, მაგრამ ეს ადამიანები ირიბად არიან პროტესტში, მაგრამ ეს ამ ადამიანებს ბევრი თუ ცოტა თუ არ ვიცი რამდენიმე გარემოება აკავებს, რომ გამოვიდნენ, შეუერთდნენ, შეიძლება ფიზიკურად არ შეუძლიათ, შეიძლება იაჩნიათ, რომ ეს გასაკეთებელი საქმეა და ამ დროში საწევა და ხელების ქნევაც თქვათ ერთგვარი სამოქალაქო სოლიდარობის აქტია და გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს და პრინციპში ჩემს ყოფილ კოლეგებს თუ რა ვიცი კარგ ნაცნობებს მინდა მიმართო ბათუმშიც. 30 ადამიანის გადასარჩენი არ არის, აქ მდგომი ადამიანების გადასარჩენი არ არის ეს ქვეყანა. ყველა თქვენგანის გადასარჩენი. თუ შეიძლება ვერ ახერხებდეს ადამიანი ყოველდღიურად მოსვლას, კვირაში ერთხელ მაინც უნდა ახერხებდეს მოსვლას. შაბათის საღამო. და დღეს მაინც არ მუშაობს ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი. თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ გამოსვლა არის ის მცირე რამ, ანუ მინიმუმის მინიმუმი არის გაკეთება შეიძლება კეთილსინისიერ მოქალაქეს, ზიას და ყველა პოლიტპატიმრის სოლიდარობისთვის და საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის. იმიტომ რომ 100 ან 150 ადამიანი მაინც რო ვიყოთ ხოლმე, ჩვენ სიამოვნებით ვიმივით და ასე შუკა-შუკა შარაშა. 30 ადამიანი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ გამოვიწყოთ ტროტუარზე უნდა ვიყოთ. აი ადგეს ერთხელ ბაქოში, რომელსაც ძალიან საფრთხიანად მოქმედა თავი ევროპულ ქალაქად და დაამტკიცა სამხალხო, რომ დიახ, ეს სოლიდარობა ჩუმი არ არის და მათ შეუძლიათ მამაღლა საუბარი გარემოზე, სადაც პრაქტიკულად მათ და მათ შვილებს უწევთ ცხოვრება და ეს გარემო არ გახდება უკეთესი. მათი შინჯდომი. არ მინდა ნიშნის მოდება, მაგრამ ეს არის გულშემატკივარი, მართლა გულშემატკივარი თანამოქალაქის პოზიცია. მადლობა, მახაშკადუა საუბრობდა ბათუმელების ლაივში. მახაშკადუა არის ერთ-ერთი აქტივისტი, ის ყოველდღე არის საპროტესტო აქციებზე, ასევე ის არის ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონების კოორდინატორი. მადლობა რომ გვიყურეთ. ასეთი იყო დღევანდელი დღე საპროტესტო აქციაზე. როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ამის შესახებ ინფორმაციას ნახავთ ბათუმელები ჯიზე და net გაზეთი ჯიზე. მადლობა.